ადამიანს სიცოცხლე გადაურჩინე. მათი ქორწინების წლის დავიყოფილა. მას კი დაავიწყდა ყვავილების ყიდვა. ქალმა კი ყველაფერი გატეხა, რაც კი სახლში იყო. წერილების წერაც კი არ იცის. ნუ თუ არსებობს კაცი, რომელიც საყვარელ ქალს წერილებს ვერ უწარს. სირცხვილია, დიდი სირცხვილია. სირცხვილი. რა? ხომ თქვი რომ ყველაფერი გატეხა. ერთი ადამიანი გამახსენდა. მართლა? შენ რა, წუწუნებ? მაგის შანსი მაქვს? წამოდი გავისეირნოთ, ძალიან კარგი ამინდია. კარგი, გავისეირნოთ. გავისეირნოთ. პირველად მივსეირნობთ აი ესე ქუჩაში. ძალიან ლამაზია ქაურობა, რა? ეს ადილე სულთანის სასახლეა. ძალიან ლამაზია. 1800-იან წლებში აშენდა. დოლმაბაღჩეს არქიტექტორმა დააპროექტა. შენ რა, ყველაფერი იცის ერგანბოლად. ვიცი იმ დეტალების ცოდნა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე არ ვიცი დეტალები, იქნებ მომიყვე. მოდი მოგიყვები. აბდულმეჯიდის დედამ აქ ძალიან ლამაზი ბოტანიკური ბაღი გააშენა. მცენარეები მთელი მსოფლიოდან ჩამოიტანა. მართლა? მერე კი ეს ადგილი ადილე სულთანს აჩუქა. ძალიან ორიგინალური ქალი იყო. მშობლები დაკარგა ბავშვობაში. ამიტომ მთელი ცხოვრება უპატრონო ბავშვების განათლებას მიუძღვნა. გარდა ამისა ის წერალიც იყო. მართლა აღმაფრთოვანებელი ქალია. ასეა. ამ შენობას შეხედე. იმ დეტალებს დააკვირდი. ბეჭედი არ მოგიხსნია. არა, არ მომიხსნია. მისმენ? კი. დიახ. კარგი. გინახავს ფილმი აღმაშფოთებელი კლასი? ვის არ უნახავს? მართალია. აქამდე ყოფილ ხარ ამ კაფეში? არა. ძალიან ლამაზი ადგილია. ხო. მაგიდა თავისუფალია. სერკან, აქ არასოდეს არ არის ხოლმე თავისუფალი მაგიდები. არასდროს. აქ ლეგენდარული ყავა აქვთ. იქნებ დავსხდეთ. ასეთი კარგი ადგილი თუ არის, მაშინ დავსხდეთ. თუმცა არა. არ დავსხდეთ. გადავიფიქრე. ვინმე დაგვინახას, სურათს გადაგვიღებენ და მამიდა ჩემის ყურამდეც მივა. ედამ მსგავსი არაფერი იქნება, ვერავინ ნახავს. არავინ არ გადაგვიღებს, ამიტომ წამოდი დავსხდეთ და რამე დავლიოთ. მანუ დავსხდეთ? წამოდი, წამოდი. ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ სხვა დროს ეს არ განმეორდება. ასე გონია? კი. კარგი. რა ჯენტლმენი ხარ? ღმერთო ჩემო. ნაბა. რას დავლებთ? ხომ გითხარი აქ ლეგენდარული ყავა აქვთ. კარგი. შეიძლება? თუ შეიძლება ორი ყავა თურქულად, უშაქროთ. ამ ყავას პირდაპირ ცეცხლზე ამზადებენ. ძალიან ცხელი იქნება. ფრთხილად იყავი, თორემ ტუჩებს დაიწვა. რამდენად ცხელი იქნება? ძალიან. რამდენად? ტუჩებს დაიწვა. თავარია შენ არ დაგიწვას. რა მოხდა? დამიწვას. დაგიწვას? ტუჩები რომ დაგეწვას გეტკინება. ტუჩები თუ გეტკინება, ვეღარ ვიკოცნავებთ. რა მოხდა? შევცხვა. კარგია შენთან ერთად რომ წამოვედი, თორემ ამ ყველაფერს როგორ წაიღებდი. მანქანაშია ჩასადები. მომეცი შენი პარკები და მანქანაში ჩავდებ. რა მოგევიდა? არაფერი. ქორწილამდე ხდება ხოლმე მსგავსი ემოციური მომენტები. ასე ამბობენ.
ალო, სელინ, მოდი, პირისპირ დავილაპარაკოთ მომხდართან დაკავშირებით. სერგან, სალაპარაკო არაფერია. 2 დღეში ქორწილი მაქვს, გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან დავიღალე. მართლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. როგორც გინდა. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი ხარ. Birdenbire takıldı ellerim ellerine. Birdenbire zaman bile duymadan bir yıldız bir çiçeği nasıl aydınlatırsa ince narin dallarını kırmadan belki düş belki gerçek düşüverdik bir yola. Soru sormadan, hiç görmeden, neden yüzümüzde ay ışığı, üstümüzde gökyüzü, menekşe yaseminler bizi dinler mi dersin? Sen yağmurun kardeşi, ben rüzgarın sırdaşı. İkimiz bir mutluluk düşü kurabilir miyiz dersin? მამიდა, Günaydın. დილამშვიდობისა, დილამშვიდობისა. ფუნთუშებს ამზადებ? ხო, Ama ben kahvaltıya kalamayacağım. რა გემრიელი იქნება. Ya çiçek. ყვავილების მაღაზიაში წახვალ? არა. Geleceğim. მოვალ, Çiçek. მოვალ ყვავილების მაღაზიაში. ოღონდ ჯერ არ ვარ მზად. Hazır değil. ესე იგი მზად არ ხარ. Eğer acelen სასტრაფოდ yoksa გასასვლელი თუ არ ხარ, შეგიძლია ამაში დამეხმარო. aslında var. სინამდვილეში სულ ცოტა. Bak şimdi. Nahi, hamurları Tommy aygı. alacaksın. Güzel. აი ასე. Yavaş. ნელ-ნელა მოზილე ხელში. Yavaş. ნელ-ნელა, Yavaşça. Yavaş. ნელ-ნელა, Yavaş. ნელ-ნელა. Aynen აი öyle. ასე. Evet. დიახ, Çok güzel. შესანიშნავია. Sen vapur geçsin. გემით აპირებ გასეირნებას. Yo. არა, Hayır. არა. Peki. Aba saat nereye miydi, gidiyorsun? Söylemek მინდა istiyorum გითხრა, ama მაგრამ არ შემიძლია. Bana söyleyebilirsin. შეგიძლია kızım. მითხრა, ჩემო გოგო. Her şeyi ყველაფერი anlatabilirsin. შეგიძლია მითხრა. Aslında evet. სინამდვილეში კი, Sana söyleyebilirim. შემიძლია გითხრა. Hadi ya nerede სად დაიკარგეთ? მარტო ვზივარ მაგიდასთან. Of ya. ფუნთუშებს შეხედეთ. Benim de acelem var. მამიდა, hala. სასტრაფო Sağ ol, წასასვლელი ვარ. Yani görüşürüz çıkıyorum. დროებით წავედი. დიახ, დიდი მადლობა მელო. დიდი მადლობა. Ne yaptım ya? Geliyorum. რა გავაკეთე ისეთი? მიდი, მივდივარ და დიდ მადლობას მისმენ თქვენგან. გადი ჩემი სამზარეულოდან. Günaydın. დილამშვიდობისა. Ben de size თქვენთვის kahvaltı საუზმე უკვე hazırlamaya მოამზადე. geliyorum. Görüyorum ki bana როგორც pek ihtiyacınız ხედავ, kalmamış. არ გჭირდებით. Ya Seyfi, წეიფი, eskiden ადრე ne რა კარგი güzeldi იყო değil რა? mi? Hem sen, შენ და დედა ჩემი, annem, ჩემ სახლში önce მოსვლამდე haber მაფრთხილებდით. verilince öyle gelirdiniz evime. რა მოხდა? Ne oldu acaba? Evet. დიახ, Ne güzel რა böyle კარგი eski დღეები günler. იყო ადრე.
ქალბატონ აიდანს გადავცემ. ჩაეწეროს თქვენთან ვიზიტზე მოსვლა როცა მოუნდება. კარგი იქნებოდა. ესაუზმ ერთ ადამიანზეა? მომეჩვენა რომ ბევრია. რა მაგარია, დედაც მოვიდა. სერგან, ჩემო ძვირფასო, დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. დღეს რამეს აღნიშნავთ? არა, არაფერს არ აღნიშნავთ, მაგრამ ბატონი სერგანი ამბობს, რომ ამიერიდან მასთან მიღებაზე ჩავეწეროთ. მართლა? მართალია. როცა მოგინდება, მაშინ მოდიხარ აქ სეიფი. რამდენიმე დღის წინ ედას მამი დაიყო აქ. მინდოდა მეთქვა, რა გვითხრა. გისმენ. თქვენი შეთანხმების შესახებ გაიგო. ჩვენ სახლში მოვიდა. წარმოუდგენელია. კიდევ კარგი მასთან ერთად ის გოგოებიც არ იყვნენ. რა ქვიათ? ფიფი და მელო. მათ შორის არ არის გოგო ნორმალური სახელით. ფიფი, მელო, უცნაური სახელებია. როგორ შეიძლება ასე შემოიჭრა დღისით მზისით? როგორ არ ცხვენია? კარგია რომ ის მეყვავილე გოგო წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან. სერგან როგორც იქნა, შეგვიძლია ჩვენს მშვენიერ დღეებს დაუბრუნდეთ. ეს ხომ გართობა არ არის. ასე როგორ შეიძლება? ვხედავ როგორ იღიმი. ძალიან ბედნიერი ვარ. რამდენი რამ მოგიმზადებია საუზმეზე. ეს საუზმე ორკაციანია, გეფიცები, მოსვლის მერე ლუკ მარჩამიდია პირში. შევჭამაქ რამეს. მოიცადე. მოიცადე. დედა, ზედმეტად ბევრს ნუ შეჭამ. ჯობს ზეთის ხილი შეჭამო, ცოტა. იმიტომ რომ ყველაფერი ზედმეტი მავნეა. არ ვარგა. ანუ სწორი კვება. ზეთის ხილის დიეტა, ხო? ეს მთის წვერზე მყოფი სახლია? არა, მთის წვერზე არ ვართ. ადამიანები ვერ მოვლენ აქ მოულოდნელად. მაგალითად, ქალბატონი აიფერი. სწორად დაიწყე საუბარი. ეს ჩემი სახლია, ამიტომ გამიხარდება დედა მოსვლის წინ თუ გამაფრთხილებთ. haber verseniz gelmeden önce o kadar sevineceğim ki. მართლა? ესე იგი ასეა? კიდე თქვა რომ იმ გოგოს წასვლის მერე ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებით? დიახ, ასეა, მართალია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენთან ცხოვრება. ძალიან კარგია ერთმანეთს რომ მივხედოთ, მაგრამ ეს ჩემი ადგილია, ჩემი საზღვრები, ამიტომ ეს საზღვრები დავაწესოთ. გასაგებია. ბევრჯერ გამიგია ეს. ზეპირად ვიცი, არიღელვო. კარგი. მივდივარ. კარგი სერგან. ნახვამდის. ახალგაზრდაა და მართალია. მერე რა უნდა ქნას ახალგაზრდა რომ არის? ამდენი ხანი სად იყავი? ზედმეტად სულელური ხომ არ არის ასე, ფარულად შეხვედრები. ხრობას ეაჯობებს. მე კი ვფიქრობ, რომ დედა შენმა მთელი ცხოვრება ფიქტიურ საცოლეთ უნდა ჩამთვალოს. მთელი ცხოვრება? მიხუმრე. გინდა რომ სერიოზულად ყოფილიყო? მთელი ცხოვრება. რამდენი რამ მოგიმზადებია? წამოდი. მოდი დაგეხმარო. შიგნით შევიდეთ, სანამ დედამ არ გადაიფიქრა. საუზმე დიდებულად გამოიყურება. მადლობა. მარაფრის. არც კი ვიცი როგორ მოვახერხე სახლიდან გამოგცევა. მამიდამ ცომის დახმარებით დაკითხვა მომიწყო. მე შინია ვიკითხო რას ნიშნავს დაკითხვა ცომის დახმარებით. გეშინოდეს. იცი რას აკეთებს? რას? იღებს ცომს, შენს წინდებს. თავის ხმის ტონს არეგულირებს და სანამ ცომის გუნდას ხელი ძელ ნელ-ნელა კითხვებს გისვამს. შენ კი იძულებული ხარ ყველაფერს უპასუხო. შეუძლია ნებისმიერი რამ გათქმევინოს. კარგი რა. ამას წავიღებ და უცებ მოვა. არ გამოდის. არ გამოდის. ქალბატონო აიდან, ცოტა დაძაბული ხართ. იქნება ამჯერად ბატონი არდა თქვენი კოუჩი გახდეს. არა სეიფი. არდა იშიქმა შეასრულა თავისი დავალება. სხვა რამეზე ვნერვიულობ. ვერ ვაიძულებ სერგანს რომ სელინს დაელაპარაკოს.
Çiçekçi kız gitti ama laneti მეყვავილი წავიდა, მაგრამ მისი წყევლა არ მტოვებს. ეს სასჯელია. kehaneti yaşıyorum. Bak söylemiştim. გითხარი. O sözleşme გითხარი, რომ başında iş ეს შეთანხმება açacak პრობლემებს შეგვიქმნის. დიდი შეცნობა იყო ის, რომ ბატონმა სერქანმა ედასნაირ ანგელოსთან ნიშნობის შეთანხმება დადო. მე რა მაგაზე ვლაპარაკობ, სეიფი? Serkan bu კარგი, სერქანი შეთანხმდა იმ მეყვავილესთან. უნდოდა რომ სელინს ეეჭვიანა, მაგრამ ახლა სელინი თხოვდება. სელინს სერქანის დაბრუნება უნდა. სერქანი კი არ მიდის მასთან. რა უნდა ვქნა? რა? Olmayan ne? Haydar. რა არ გამოგდის აიდან? Nedir bu? რა შეთანხმებები და ხელის მოწერებია? მე ყავას მოგიმზადებთ. Evet. აბა? გისმენ. Dinliyorum. Alptekin. აპთეკინ. Tamam ben sana მოგიყვები, anlatacağım მაგრამ ama. ხო, არ გამიბრაზდე. Benim artık kovulma umudum ახლა კი იმედიც არ მაქვს, რომ გამათავისუფლებენ. ედა წავიდა და აღარ დაბრუნდება. შეამჩნიე, როგორ მდგომარეობაში ვარ. ედა არსად არ მიდის. როგორ? არა, ედა არსად არ მიდის. სკავსი არაფერია. ცრუ ინფორმაციაა. მასა და ბატონ სერქანს შორის რაღაც შეთანხმება იყო. მთელი ეს ნიშნობა ფიქტიური იყო. Fake. Ne? რა? ფეიკი. Bir dakika. ერთი წუთი. Serkan Bey. ბატონი სერქანი და ედა სინამდვილეში არ იყვნენ დანიშნულები. არა, არ ყოფილან. ყველაფერი გათამაშებული იყო. მსგავსი არაფერია. ასე აჯობებს კიდეც, იმიტომ რომ ჩაკვდებოდა მათ შორის სიყვარული. Rahatladım. მომეშვა. Rahatladım. მომეშვა. çünkü ben თორემ უკვე რამდენიმე კვირაა ვფიქრობდი. ასეთი tatlı bir insan. Acaba საყვარელზე Serkan საყვარელ Bey გოგოს, gibi biriyle ne როგორიც ედა, რა უნდა ბატონ Ay, სერქანისნაირ sözleşme კაცთან. Ay, canım benim, ესე იგი neler შეთანხმების çekmiş გამო olabilir. ყოფილა. Serkan Bey ve ჩემი sözleşme საწყალი olayı გოგო, artık რა არ tuhaflaşmaya მოითმინა. başladı ama iyi. Benim nefesim მაგრამ falan düzeldi. ბატონ სერქანთან დადებული ხელშეკრულებები ყოველ ჯერზე უცნაური ხდება. Ben doğru mu anladım? სწორად გავიგე, Serkan Bey ბატონ Eda სერქანსა და ედას შორის უბრალოდ შეთანხმება იყო. Evet tamam. კი, მაგრამ არავის მოუყვე, კარგი? Sahte yani. რას ნიშნავს ფიქტიური ნიშნობა? ფიქტიური. ფეიკი. Görüşürüz Suzan. დროებით. Anlatacak. იტყვის. Suzan? სიუზანი? Yok. არა, საყვარელია. Dedikodu. ჭორიკანაა. Fifi'yle მომსმენ იქნებ ფიფისთან დავდო შეთანხმება. İşte hepsi bu აი kadar. ასე იყო ყველაფერი, ალფთეკინ. Çiçekçi kız İtalya'da. მეყვავილი ახლა იტალიაშია. სელინი კი თხოვდება. Serkan'ın ne ერთი yaptığı იდეაც konusunda კი არ hiçbir მაქვს fikrim იმაზე, yok. თუ რა ვუყო სერქანს. Bravo. ბრავო. Vallahi გეფიცები, bravo. ბრავო. Demek ესე იგი, haftalarca ამდენი კვირა benden ჩემგან gizli ფარულად gizli ამ yürüdün ყველაფერს peşimden. ხლართავდნენ. Oğlumun შენ nişanına კიდევ gelmedin ნაწყენი diye იყავი surat ჩემზე. yaptın bir de. შვილის ნიშნობაზე რომ არ მოვედი. იმის გამო რომ სერქანის ფიქტიურ ნიშნობაზე არ ვიყავი. Hepsi Serkan'ın მაგრამ ეს iyiliği ყველაფერი için ama. სერქანის გამო Bana იყო. söylememeni Serkan მან რა, istedi. გთხოვა ჩემთვის არ გეთქვა. Benim ყველა dışımda მიცის ჩემ herkes გარდა. იქნებ ზურგს უკან დამცინოდით კიდეც. arkamdan alay da etmişsinizdir. Ay hiç öyle რას şey olur ამბობ mu? ალფთეკინ? Haydar, აიდან. sen შენ benim ჩემი მეორე hayat ნახევარი ხარ. arkadaşımsın. Nasıl yaparsın როგორ böyle bir მომექეცი şey? ასე? Nasıl benden როგორ gizlersin? დამიმალე ეს? Alptekin ama sen ალფთეკინ, შენ ხომ წუხვარ, ძალიან წუხვარ. nereye gidiyorsun? სად მიდიხარ? სერქანთან სალაპარაკოდ ხომ არ მიდიხარ? ცხადი არა, რა მაქვს მასთან სალაპარაკო? Bana hiçbir şey თვითონ გადაწყვიტა anlatmamayı არასდროს tercih არაფერი მომიყვეს. Ne oldu? რა იყო? Ne bileyim. არ ვიცი. Hani რამდენი her ხანია zaman ერთად ვართ? beraberiz yan yanayız ama ერთმანეთის გვერდით. şimdi nasıl მაგრამ ახლა davranacağımı ne არ diyeceğimi ვიცი როგორ bilemedim. მოვიქცე და რა Tuhaf ვთქვა. oldu. უცნაური არა? ღმერთო ჩემო. იქნებ Yoksa benden ჩემიც ხრცხვენია utanıyor ცოტა. musun biraz? Olabilir. შეიძლება. Olabilir. შეიძლება. mაშინ სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. Nasıl bir რა çözüm? გამოსავალი? მაგალითად, Benimle alakalı შეგიძლია ჩემთან დაკავშირებული ნამდვილი გრძნობები გამიზიარო. Sen benim ağzımdan laf ვთილობ მალაპარაკო? Yok yani არა, მაგრამ zaten მე ხომ შენს გემოვნებაში არ ვჯდებოდი. değilmiş. მეკ პირდაპირ Açık მითხარი. açık söyledin. ჩემი Karakter ხასიათიც არ მოგწონდა, მაგრამ როგორც ვხედავ, ama უჩემოდ
არ შეგიძლია. Allah. ღმერთო ჩემო, Onlar da. ვითომ რატომ? ხომ გითხარი? შენი დომილი და ის, რომ არ იცი რა თქვა. ფიქრობ, ერთ სიტყვაში შეიძლება ამ ყველაფრის ჩატევა. რომელ სიტყვაში? İş. İşe geç kalıyorsun. სამსახური. სამსახურში მაგვიანდებ. შენ წამოხვალ. არა, არ შემიძლია. მომისმინე, მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას ფიქრობს. ჩემთან ერთად წამოხვალ სამსახურში და ქალბატონ ედილთან იმუშავებ. İlla ofise ესე იგი gideceğim ოფისში yani. წამოვალ. კი, Kim sizi საკითხავია ვინ ვის გარეშე ვერძლებს. წამოდი. Yok aklım almıyor benim. არა, ვერ ხვდები. Ay, inanamıyorum ვერ ვიჯერებ. ya. Ben ვერ gerçekten ვიჯერებ ამას. inanamıyorum. მერც მე ვიჯერებ. შეხედე ერთი, რა ჭორიკნები გყავს ოფისში. Konu bu mu Engin? საქმე ამაშია, ენგინ. Normal აბარაშია. herhangi bir ეს რა ჩვეულებრივი ჭორია? ეს ადამიანი ჩვენი ახლო მეგობარია. ის ჩვენი პარტნიორია. როგორ შეეძლოთ ჩვენთვის არ ეთქვა? ამდენი თვია? ფიქტიური ნიშნობის გამო ვიხრჯობთ თავს. რაღაც შეთანხმების გამო? ბოლოს და ბოლოს სერქანზე ვსაუბრობთ. ის არ ამჟღავნებს თავის გრძნობებს, ეთყობა შერცვა. ნუ აზვიადებ. რა მოხდა? Siz ne zaman როდის გაიზრდებით, ენგინ? როდის გაიზრდებით? თქვენი ემოციური განვითარება მას მერე შეჩერდა, რაც პირველ კლასში გოგოს თმა მოკაჩეთ. გონიათ ამით მორჩა? მომისმინე. ჩემკენად ზუსტად ასე იყო. თმა მოვკაჩე და სისტემა გაჩერდა. ქალებთან ურთიერთობაში წინ ვერ მივდივარ. ნუ მაცინებ. არ მინდა სიცილი, ნუ მაცინებ. ძალიან ბრაზობ ახლა. ნუ მაცინებ. მართალი ვარ, გაბრაზდები. ნუ მაცინებ. მოდი, სულ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. მოდი, მოკაჩო. არა, არ არის მოდი, საჭირო. მოკაჩო. ენგინ გეყოფა. მოკაჩვის მერე აღარ გამითარებულ ხარ თუ ამბობს. მართალი ვარ. ნახე რა ხდება ოფისში. შენ კი მაცინებ. Sinirimden ახლა ნერვების გამო ვიცინი, რა სისულელეებია. Saçma sapan. O kazanın müsebbibi შენ sen. ხარ დამნაშავე იმ უბედურ შემთხვევაში. შენს მერე ვერც ერთ თვითის გადამზიდავ კომპანიასთან ვერ ვითანამშრომლე. Mahkemeden çaldın. მასალებს იპარავდი. ყალბის საბუთებით დამარწმუნე რომ კარგი აშენებული იყო. İnşaat yaptığına ის კედელი შენს გამო დაეცა იმ inandım. ხალხს და Oysa o დაიღუპნენ. evin üzerine senin yüzünden yıkıldı. İnsanlar öldü. შენი ბრალია. Alptekin Bey, ბატონო აპთეკინ. siz beni neden რისთვის çağırdınız? დამიძახეთ? Hatamdı. ეს ჩემი შეცდომა იყო. ციხეში ვიჯექი ამისთვის. მოვიხადე და გამოვედი. Hem მინდა ცხოვრება თავიდან დავიწყო. hatırlatan da sizsiniz. თქვენ დამირეკეთ და წარწული გამახსენეთ. ესე იგი ციხეში იჯექი გამოხედი და ყველაფერი დამთავრდა ასეა? Vicdansız adammışsın. რა უნამუსო ადამიანი ხარ? Zavallı kimsesiz. ის საწყალი ობოლი, ამდენი წელია გონებიდან არ ამომდის. Bir aklımdan çıkmadı. Alptekin Bey, ბატონო ალფთეკინ, geçmişte წარსულში გამოძიება ჩავატარე იმ ოჯახზე. siz istediğiniz მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გინდოდათ ეს. izlerini sürdüm. მომისმინეთ, ვცდილობდი მეპოვა ისინი, მაგრამ ვერ ვიპოვე. Zavallı საწყალი kızcağız. გოგო. Kim bilir ვინ იცის ne ახლა რას yapmış. აკეთებს? Zamanında beni kapıdan თავის დროზე გამაგდეს. იმ ფულის გადაცემაც კი ვერ მოვახერხეთ თქვენ რომ გამატანეთ. bağlantı ციხეში ჩამსვეს და მათთან კავშირი დავკარგე. soyadlarını გავიგე რომ გვარიც კი შეიცვალეს. კადერ, იმ გოგოს მიპოვი. Sana ulaşan ეფეს ადვოკატი გესაუბრა? Akman'ın avukatı mıydı? Evet, კი, bir avukat. ვიღაც ადვოკატი იყო. Kazada კითხა, ხართ თუ არა ამ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული? მე უთხარი არა მეთქი. Alptekin Bey, ბატონო ალფთეკინ, ცოტა ფული მჭირდება. ახალი ცხოვრების დაწყება მინდა. O kıza გაიგე რა მოვიდა იმ გოგოს ქადիր. მაშინ მიიღებ შენს ფულს. გასაგებია? anlaşıldı mı? გასაგებია. bana müsaade. თქვენი ნებართვით. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, ჩემს მიმართ რასგან იცდი, საღამომდე გაქვს დრო რომ გამომიტყდე. Nedenmiş? ვითომ რატომ? ედა, შეგიძლია სხვებს ეთამაშო, მაგრამ სერქან ბოლაც არა. Başkalarıyla oynayabilirsin ama Serkan Bolat'la oynayamazsın. İtiraf და etmezsem რა ne მოხდება, რომ არ ვაღიარო? Yani bir şekilde როგორმე itiraf გაიძულებ etmeli. გააკეთო. O yüzden bence ამიტომ ნუ წამოიწყებ თამაშს, რომელშიც Erdoğan'ın წააგე. oyuna girme. Söyleyeyim mi o ესე იგი zaman? უნდა ვთქვა. Söyle. ფიქრობ კი? Hazır mısın? მზად ხარ?
ძალიან. Hazır მზად mısın? ხარ? Söyler misin? იქნებ უკვე თქვა. Ben მე senden nefret ediyorum. შენ ვერ გიტან სერქან ბოლად. Tatlı bir რა insansın. საყვარელი ადამიანი ხარ. Ne kadar Ძალიან tatlı საყვარელი. bir insansın sen. Bu arada სხვათა შორის, duygularımız ჩვენი karşılıklı. გრძნობები ორმხრივია. Oldu mu? მამიდა, Görüntülü მშვენიერია. ვიდეოს არ ითრეკავს. კარგი. Sen uzaklaş. შენ გაიწიე, გაიწიე რა შეიძლება შორს. შობშიგნით შეხვიდე. ცოტას დამშვიდდები და დავურეკავ მამიდას. თუ გინდა მოდი მე დაველაპარაკები. არა, მე თვითონ შედი. მართლა? კი, კარგი. Ne diyorsun bu რა sözleşme სიტყვი იმ işine ya? შეთანხმებასთან დაკავშირებით, ლეილა? Şimdi tabii herkes ყველა საინტერესებს რას ვიტყვი არა? Bence o Eda'yı ვფიქრობ hala ედაზია aşık. შეყვარებული. Ama bu მაგრამ sözleşme შეთანხმების işi- საქმე Serkan რაღაც Bey, უცნაურია. sözleşme olmadan ანუ insanlar ბატონ ilişki სერქანს kuramıyor. არ შეუძლია ადამიანებთან შეთანხმების გარეშე მუშაობა. ასეთი სიტუაცია. ესე იგი, ფეიქი არ არის, მაგრამ ედას რაში აწყობს ეგ? Çünkü იმიტომ რომ hani მე რა biliyorsun, ვიცი. onu da ben არ bilemem ვიცი. yani. გააკეთა და მორჩა. Bilmiyorsun. არ იცი. არა, Merak ettim. ძალიან მაინტერესებს. Görüşürüz. კარგი დროებით. დროებით. Çok değişik. რა უცნაურია. Canım. ძვირფასო, Halacığım. მამიდა, Hadi söyle. მითხარი ჩემო ლამაზო, სტამბულის რომელ რაიონში დასეირნებ ახლა? dolaşıyorsun. ოფისში მომიწია მისვლა, ერთი პატარა საქმის გამო. სერქან ბოლათის ოფისში? Artlife დიახ, mimarlık, Art Life-ის ოფისში. ედა. არ ვიცი საქმის კურსში ხარ თუ არა, მაგრამ ამ დილით იტალიაში უნდა გაგეღვიძა. რა საჭირო იყო შენი იქ მისვლა? მოეგვარებინა თუ შენო საქმეები. Nasıl hallediyorlarsa öyle halletselerdi. Halacığım მამიდა, ხომ ვილაპარაკეთ გუშინ ამაზე. გითხარი რომ დაუმთავრებელი პროექტი დამრჩა. მისი დასრულება ჩემთვის ძალიან კარგი შანსია, ამიტომაც მოვედი ოფისში. Anladım. გასაგებია. ესე იგი სერქან ბოლათი არაფერ შუაშია. სამსახურს უკავშირდება არა? დიახ, მამიდა, ასია. მენდე. Eda. მართლა გილოცავ საყვარელო. შენი სამსახურეობრივი პროფესიონალიზმი იმსახურებს რომ შენგან მაგალითი აიღონ. აპლოდისმენტები შენ. Aplodismentები. მამიდა, Halacığım მამიდა, gözlerini kırpma. თვალებს Şimdi აღარ korkutuyorsun ახამხამებ, şu an. მაშინებ. Neyse. კარგი. Ne yapıyor bu ya? რა საკეთებს? Şu Erdem'in ağzını mı tutmamız gerekiyor? Bak. Serkan geldi. ერდემს უნდა მოვაკეტინოთ. Kov şunu. სერქანი მოვიდა. გაათავისუფლეთ უკვე, აბა? რა ხდება? პირო, რაშია საქმე? სერქან, შენი მეგობრები ვართ ხომ ასია? შენი პარტნიორები ვართ ასია? როგორ შეგეძლო ჩვენთვის არ გეთქვა ეს? რა? როგორ დაგვიმალე ოფისში? რომ შენი ნიშნობა ყალბია. ამის გაგებას ვცდილობ და ვერ ხვდები სერქან. Samimi olarak anlamaya çalışıyorum Serkan. Engin. ენგინ? Ne Engin? რა ენგინ? Erdem? ეს ერდემია. Erdem abi. ერდემია ძმაო. გოგოებისგან გაიგო. მოვიდა და მთელ ოფის მოუყვა. ახლა ყველა მიცის ეგ. არ გეწყინო სერქან, მაგრამ ცოტა არაპროფესიონალურად გამოვიდა. Erdem. ესე იგი ერდემი? Demek ესე იგი ერდემი özel hayatım. ლაპარაკობს ჩემს პირად ცხოვრებაზე. Siz de biliyorsunuz. თქვენ ციცოდეთ. Eda Eda ve benim და ყველაფერი პირადი ჩემთან დაკავშირებული უნდა დარჩეს პირადად. özel kalmalı. არა? Değil mi? Ha ayrıca გარდა ამისა, eda გააგრძელებს ამ ოფისში çalışmaya მუშაობას. devam edecek.
რა? ბოლოს და ბოლოს კარგად ასრულებდა თავის საქმეს, არა? ამიტომ ის, ვინც კარგად ასრულებს თავის საქმეს, შეუძლია გააგრძელოს მუშაობა. ლოგიკურია. წინააღმდეგია ვინმე? Tamam sen. კარგი სერქან. კარგი. ამას შეხედე. Artık bana neyi აღარ ვიცი რა არის სასაცილო და რა სერიოზული. ciddi geldiği konusunda hiçbir fikrim yok. Trajikonu. ასეთია ის. Ne yapayım? Söyle lan. რა ვქნა? აი რა ვქნა? Çok güzel. შვენიერია. Ben bu yeni projenin უკვე მეორედ გავიარე ახალი პროექტის ხელშეკრულება. პუნქტები ისე შეასწორეს, როგორც ჩვენ გვინდოდა. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ამჯერად სერქანიც ვერ იპოვის პრობლემას. Çok güzel olmuş. შვენივრად გამოვიდა. Ellerine sağlık. ოჩახ. მადლობა. Seni tebrik ederim. გილოცავ. Sağ olun. მადლობა. Dahası da var. კიდევ არის რაღაც. Onlar bu işi ამ თანამშრომლობას რაღაც პროცესივით უყურებენ. Yani sizinle çok daha კიდევ fazla უფრო ve მეტად çok daha უნდათ büyük თქვენთან işler მუშაობა. yapmak istiyorlar. Hatta და უფრო tabii eğer დიდი siz de საქმეების kabul გაკეთება ederseniz უნდათ. Efe Bey holding თანახმად bir უხართ, ortak ბატონმა olmak ეფემ თქვა, რომ ჩვენი კომპანიის პარტნიორობაც კი უნდა. Evet, anlıyorum. მესმის. Tabii bu kadar büyük ასეთ bir რთულ işin საქმეებში içine ჩართვით girince თავის დაზღვევა უნდა onlar da ჩვენი kendilerini პარტნიორობით. ortaklıkla güvence მაგრამ altına ეს შეუძლებელია. almaya çalışacaklardır. Ama ეს olmaz. ჰოლდინგი. Ben bu იმისთვის არ holdingi შემიქმნია, რომ dışarıdan ვიღაცა birileri მოსულიყო ortak ქუჩიდან olsun და პარტნიორი გამხდარიყო. Bana %5 მაგრამ მე ortaklık 5% verdiniz. მომეცით. Evet. დიახ, Ama sen მაგრამ შენ dışarıdan ქუჩიდან biri მოსული değilsin. არ ხარ. Holdingle benim შენ უფრო oğlumdan ხარ daha çok ჰოლდინგში ჩართული ilgileniyorsun. ვიდრე ჩემი შვილი. Çok sağ olun. დიდი მადლობა ბატონო ალფტეკინ, მაგრამ სერქანმა არ გაიგოს თქვენი ნათქვამი. ისედაც ცნობილია, რომ ხელში შეთანხმებები აქვს, თავის შორს რომ დამაჭერინოს. ედასთანაც კი მოაწერა შეთანხმებას O ხელი. sözleşmeden senin შენ de ციტოდი ამ შეთანხმების შესახებ. Evet. Oğlum ჩემი შვილი Eda'yla ფიქტიური ნიშნობის შეთანხმებას დებს. sözleşmeli sahte ოღონდ bir ეგ nişan მხოლოდ yapıyor. მე არ ვიცოდი. Ama bundan bir tek benim haberim. ეს როგორ მოხდა? Sahte ფიქტიური ნიშნობა? Evet. Diyah. Serkan, სერქანს yani gerekçesi დიდი de- ალბათობით ეს ყველაფერი სელინის gamоა. Senin Selin'i kıskandırmak საეჭვიანოდ. için Biz ჩვენ biz დავინიშნეთ. Ya, კარგი. neyse canım. Ne yani უკვე olan მოხდა. olmuş. იმედია Umarım სერქანი გაკვეთილს Serkan ისწავლის. bundan doğru bir ders çıkartır. Evet, დიახ, umarım. იმედია. Sen სერქანზე Serkan'a karşı გავრაზებული ხომ არ bilirsin. ხარ ფერით? Biliyorsun Serkan ხომ takıntılı იცი birisi. სერქანი შეპყრობილია Yani სელინთან მიმართებაში. Alptekin Bey. ბატონო ალფტეკინ, ასეთ პერიოდში არ არის მარტივი იმის გადახაშვა, რომ სერქანი სელინის დაბრუნებას ცდილობს. Kolay sindirilebilir bir şey. ცხადია მესმის, მაგრამ Yani tabii ki Ver mi anlıyorum vermem ama, situasiyası? kabullenemiyorum bu durumu. evet. კი, მაგრამ Ama ფერით. Ferit. Yarın nikahınız var. ხვალ ქორწილი გაქვთ. İnan bana. დამიჯერე. Zaman içinde დროთა განმავლობაში her şey ყველაფერი მივიწყებას მიეცემა და დამთავრდება. Serkan da სერქანიც kendisi იპოვის იმას, ვინც მას olacak. შეეფერება. Elbette. დიახ, Ben izninizi მაშინ თქვენი isteyeyim o zaman. ნებართვით წავალ. Evet, size kolay წარმატებები. gelsin. iyi ბედნიერ çalışmalar. დღეს გისურვებთ. კარგი.